საგამოძიებო რეპორტაჟების ავტორი მარიამ გაფრინდაშვილი ცენზურის დაკანონებას ირონიით უყურებს, მაგრამ აღიარებს, რომ ახლა ამ ქვეყანაში ჩვენი პროფესიისთვის უკიდურესად ცუდი და საშიში დრო დგას. ბოლო დროის ტენდენციები, განსაკუთრებით საქალაქო სასამართლოში, ყველაზე უკეთ გამოხატავს, რა ზრახვები აქვს ოცნებას და რომელ ფრაზებს გამოჰყავს მართველი გუნდი მდგომარეობიდან. რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს თუ არა და რა ეჭვი აქვს ოჯახს ლევან ჯანგოლაძის მკვლელობაში. უნდა იფიქრო, რა მოეწონება კლანის ბოს ლევან მურუსიძეს. ამას ამოჭრია ალბათ, იმიტომ რომ თუ მე შემიძლია. აი არ ვიცი, ჯერ უნდა გავარკვევ. ხო, ვიცი რა, მე საერთოდ მგონია, რომ ჯერ თვითონაც არიციან ეგ ამბავი რა. რა ისჯება, როგორ ისჯება, უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ დაგაცენზურონ. სიტყვების დაანონსებული კონტროლი საქალაქო სასამართლოში ერთადერთი წინააღმდეგობა არაა, რომელსაც საგამოძიებო რეპორტაჟების ავტორი განსაკუთრებით ამ შენობაში ყოველდღე აწყდება. სამუშაო გარემო აქ ყოველ ჯერზე იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მანამდე. სასამართლო, სადაც სამართალი უნდა ეძებო, ჟურნალისტის აზრით დღეს ოცნება საგულდაგულოდ ძალის დემონსტრირებით იცავს. ამ ყოველფრის მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ არ ვთქვათ ის სიტყვები და წინადადებები, არ გავაკეთოთ აქცენტები, რაც მათ ნერვებს უშლით და ფაქტია, რომ იმუშავა. აი რა უშლით ნერვებს, რა სიტყვები გამოიკვეთა? ხო, რეჟიმი, კლანი, ანუ კლანის სახე ერთ-ერთი ეს შენობა და აღმოჩნდა ჩვენს ძალიან საინტერესოა, რომ ქართული ოცნებს, ანუ პარტია იცავს სასამართლოს, რომელიც ეს თქო დამოუკიდებელი უნდა იყოს და ჩვენ გვაჯარიმებს იმის გამო, რომ კლანი არ უნდა ვეძახოთ. და გართულდა პარლამენტში მუშაობა, ხო ბოლო დროს განსაკუთრებით. კი, განსაკუთრებით 26 ოქტომბრის შემდეგ არის გართულებული მუშაობა და არ იქნება ალბათ არც დღევანდელი დღე გამონაკლისი, ისევ ვეცდებით, რომ მივიქციოთ ჯერ ქართული ოცნების წარმომადგენლების ყურადღება და მე იქნება როგორმე კითხვებზე პასუხებიც მივიღოთ. კიდევ ერთი საპარლამენტო კორესპონდენტი, რომელთანაც ერთად პარლამენტში მთელს დღეს გავატარებთ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი სალომე ლაბაძია. ხო, რამე, თქვენი ბრიფინგი შინაარსის ახსნა, გავირკვია და შეცდომა არ თქვა ეთერში. ხო, რამე პრობლემა ხო არ არის ამაში? მისი ერთი სამუშაო დღე საუკეთესო დემონსტრირებაა, როგორი დამოკიდებულება აქვს ოცნებას კრიტიკულ მედიასთან და რა არის ყველაზე მტკივნეული ოცნების პარლამენტარებისთვის. ამ ეპიზოდებში თვალნათლივ გამოჩნდება, რისთვის დასჭირდათ დაცენზურებული სიტყვები, ფრაზები და მთელი რიგი წინადადებები ოცნების პარლამენტარებს კრიტიკული მედიების წინააღმდეგ. ყველაზე მეტად აღმოჩნდა, რომ ოცნებისთვის მტკივნეულია ის შეფასება, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ სწორედ აი ამ დაწესებულების აღსანიშნავად, ანუ ხშირად ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს არალეგიტიმურ პარლამენტთან, რომ ერთვებით არალეგიტიმური პარლამენტიდან და სწორედ სიტყვა არალეგიტიმურია ის, რაც განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის და შეიტანეს იმ საჩივარში, რომელიც ეკუთვნის ირაკლი კობახიძეს. სალომე, რამდენად თანაბარია უფლებები კრიტიკული და სახელმწიფო მედიების ჟურნალისტების სამუშაო პროცესში პარლამენტში ეს მინდოდა მეკითხა. არც ზოგადად და მით უმეტეს არც პარლამენტში თანაბარ უფლებებთან საქმე არ გვაქვს ნამდვილად. არის მკვეთრი განსხვავება და აი ნებისმიერი რესპონდენტი ჩაწერის დროს ეს ვლინდება. ცოტა ხანს კიდევ პარლამენტში დავრჩებით და ვეცდებით სწორედ ადამიანის უფლებების კომიტეტის წევრებს და სახალხო დამცველს ვკითხოთ, ირღვევა თუ არა ზოგადად ადამიანების უფლებები ამ ფორმის მმართველობის დროს და როგორ წარმოუდგენიათ თავისუფალი და დაუმორჩილებელი მედიის მომავალი ამ ქვეყანაში. არალეგიტიმური პარლამენტის დაძახებაზე დიდი ალბათობით კანონს არავითარი სანქცია არ ექნება. შესაბამისად, საჩივარი არ ვიცი, საჩივარში ეწერება რაზე შევიდა და ესწრებით გაეცნობთ ამ მასალებს და ჟურნალისტების უფლებებზე რა სიტყვით? ირღვევა თუ არა კრიტიკული მედიის ჟურნალისტების უფლებები? უფლებია გასული და არავინ არ არის დასჯილი. გურამ როგავაზე თავდამსხმელი შორის. მაგალითად, მაკა ჩიხლაძეზე, აი ეს მინდა კითხოთ. მესმის უნდა მოთხოვოთ. ეს არის სამართლიანი გარემო? რომ ეს ახსრულდეს. სანიმუშო მედია რომელია თქვენთვის? სანიმუშო მედია ჩემთვის არ არსებობს, სანიმუშოები არავინ არ ვართ, თუმცა არსებობს რაღაც მეტნაკლებად ობიექტური მედიები. რომელია ესეთი? იმიტომ რომ სხვებს არ ეწყირა. კონკრეტული ფრაზეოლოგია იყო იქ მოცემული, რომელიც მტკივნეული აღმოჩნდა ქართული ოცნების გუნდისთვის, მათ შორის არალეგიტიმური მოცემულია სიტყვები, რის გამოც რის საფუძველზეც შევიდა ეს საჩივარი, არალეგიტიმური პარლამენტი, კლანის სასამართლო
პოლიტიკური პატიმრები, მაინტერესებს არის თუ არა ეს თავისუფალ მედიაზე მოთვინიერების ცდელობა მათ. თავისუფალ მედიას აქვს თუ არა ვალდებულება საინფორმაციო გამოშვებაში ილაპარაკოს ფაქტები და მხოლოდ ფაქტები. ლევან იოსელიანმა უმძიმესი წლის ანგარიშის წარდგენამდე შაბათის ფორმულას მიერ დასმულ კითხვებს ფარას კანონზე, მაუწყებელთა შესახებ კანონზე და ადამიანის უფლებებზე, აი ასე უპასუხა. კანონი თავის შინაარსით არის არადემოკრატიული. მნიშვნელოვანია ის კონტექსტი და კონტექსტშიც ჩვენ გვიწევს ამ კანონის ამოქმედება და თუ ეს კანონი ამოქმედების შემდეგ იქნება მზღუდავი მედიის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თუ ასეთი ფაქტს ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე როგორც საჩივრები უკვე შემოვიდა კრიტიკული მედიის. მგონი ეს ფარასფარგლებში არ არის რამდენადაც ვიცი. მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით არის. კი, ვიცი, მესმის, მაგრამ მინდა გკითხოთ, რამდენად დაცულია ჟურნალისტების უფლებები, თუნდაც ამ ქვეყანაში არც ერთი გამოძიებული საქმე მათზე ძალადობით. ანგარიში, მათ შორის ჩემი ანგარიშის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ჟურნალისტებს, ჟურნალისტების უფლებების მდგომარეობას, თავდასხმას მათზე აქციების დროს და ასე შემდეგ. არავინ არ არის ბატონ ლევან. გეთანხმებით კი, არავინ არ არის დარჩა. კიდევ მინდა გკითხოთ ახალგაზრდებზე, რომლებიც საპატიმროებში არიან ადმინისტრაციული სასჯელებით 19 წლის გოგონები, რომელთა პირობებიც ძალიან მძიმეა, ასეთია ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში საჭარო. ამაზე თუ გქონდათ ინფორმაცია და თუ მოვინახულეთ ის გოგონები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ და ეს ინფორმაცია ასეც თქვენ მესაუბრებთ, სიმართლეს არ შეესაბამება. არ შეესაბამება, მაგალითად თათიას ძალიან მძიმე მდგომარეობა საპატიმროში. ჩვენ წარმომადგენელი იყო შესული და ის რა ინფორმაციაც გავცელდა, ეს ასე არ არის. და ბოლო კითხვას დაგისვამთ, კონკრეტული სიტყვების აკრძალვა და საჩივარი სწორედ, რომელიც კობახიც ისე გიდით შევიდა მარეგულირებელ კომისიაში კონკრეტულ ფრაზებს და ტერმინოლოგიას ეხებოდა ჟურნალისტების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, ეგრეთ წოდებული პარლამენტი, კლანის სასამართლო და პოლიტიკური პატიმრები. აი პოლიტიკურ პატიმრებზე ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანური ამბავია, დღესაც არის სინდისის პატიმრების საქმე. ადევნებთ თუ არა თვალს ამ სასამართლო პროცესებს მათ შორის. ჩემთვის ამდენად ცნობილია ჯერ დასაშვებების ეტაპი იყო, როდესაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას და გამოაქვეყნებს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ ამას გავეცნობით და შევაფასებ, რამდენად დაცული არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და ხო არ არის მზღუდავი მედიის მიმართ მათი გადაწყვეტილება. სახალხო დამცველის აპარატიდან თუ ესწრება ვინმე, მაგალითად პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესებს. კი, პერიოდულად ესწრებით ხოლმე. მერე როგორია სურათი? მე რას ნიშნავს? შეგიძლიათ გითხრათ რა ინფორმაცია გაქვთ, როგორია სურათი? პოლიციელების დაკითხვები მიმდინარეობს ამ წუთას? განსხვავებულ პროცესზე განსხვავებული სურათი არის ხოლმე, არის სადაც ძალიან რთულ მოვლენებს აქვს საქმე, როდესაც პროცესის დროს არ არის შესაბამისი გარემო და ამაზე ყოველთვის ვაკეთებთ განცხადებას, თქვათ იქ დარბაზი არ იძლევა საშუალებას, რომ წარიმართოს ყველა პროცედურა შესაბამისად. არ შემიძლია არ ვიკითხო ჟურნალისტი ქალის ბედი, რომლის საქმეც, რა ვიცი, როგორ გამოიყურება, არის თუ არა პოლიტიზირებული. სიამოვნებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს და მის აპარატს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და როდესაც გვექნება საშუალება რომ სრულად გავეცნოთ მის საქმის მასალებს, მათ შორის მოვახდენთ მის საქმის შეფასებასაც. ქუჩის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა ნაწილს ამ ვითარებაში დასმულ კითხვებზე პასუხის ეშინია, მაგრამ ვინც ლაპარაკობს, თითქმის ყველა ერთხმად ამბობს, რომ თითოეულ ადამიანს გაუყალბებელი და ნამდვილი ამბები სჭირდება. მე პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ ზრდილობა, ყველა არხზე არ აქვს მნიშვნელობა რომელზე. ზრდილობას რო ისწავლიან, ყველაფერი დანარჩენი თავისი დავადგება. თქვენი სანიმუშო ჟურნალისტი როგორ გამოიყურება თქვენთვის? რომელიც რესპონდენტს აცლის ლაპარაკს და მარტო თვითონ არხებს. რომელიც აშუქებს ორივე მხარეს და არა ცალ-მხარეს. აკონტროლებენ სიტყვებს. საშინელებაა და ამაზე რძენია, რაც ახლა ეს ხდება ამ ჩვენს ქვეყანაში მართლა. მიუღებელია ყოველად. და რამდენად საფრთხეში არიან თავისუფალი ჟურნალისტები. ჟურნალისტებიც და რიგითი მოსახლეობაც საფრთხეშია ამ ყველაფრის გამო. როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის გარეშე? წარმოიდგინეთ, რომ ვიქნებით მეორე კორეა. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს?
არ გაჩერდეთ. არ უნდა გაჩერდეთ. ყველას უნდა კონდეს თავისუფალი სიტყვის უფლება. ივანიშვილის ხელისუფლებას განცდა აქვს, რომ სიტყვების გაქრობით საგნებსაც და რეალურ ამბებსაც გააქრობს და მათზე სალაპარაკოდ მხოლოდ კარგი სიტყვები დარჩება. მათივე პოლიტიკური წარსული აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოცნების მიერ მიტაცებულ ქვეყანაში დედის კულტია, დედის გინება და ოპონენტების შეურაცხყოფა, ქალების თრევა, სწორედ რომ ოცნების ხელწერაა. ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის გვაღიარეთ, თორემ ჯერ დაგაჯარიმებთ, მერე კიდევ დაგაჯარიმებთ, ბოლოს დაგხურავთ ან დაგიჭერთ. აი, ასეთი ტრაგიკული რეალობაა დღეს ქვეყანაში. ამ ყველაფრის სათავეში კი ჩვენივე პროფესიის მიზანში ამოღებული ჟურნალისტი ქალია, დატყვევებული მზია ამაღლობელი, წინასწარ განსაზღვრული, სავარაუდო გამამტყუნებელი განაჩენით. ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, რომ მზია უკანონო პატიმარია. ამისთვის უნდა დაგვაჯარიმონ. ჩვენ დაგვაჯარიმებენ, ვიღაც მოქალაქე მაინც და გაგვაქრობენ, ვიღაც მოქალაქე მაინც გამოჩნდება რა. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ანუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ასეთი უპრეცედენტო მასშტაბი, რომლის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ რომ მისი მინდობილობით შევიდა ეს საჩივრები, ხო? ძალიან სახიფათოა, უკიდურესად სახიფათოა. რეჟიმის დაძახებისთვის ან ერთი სიმღერისთვის სოციალურ ქსელში ქაღალდზე ჯარიმები და 45 დღემდე პატიმრობაც განისაზღვრა. მოდით ეს რეპორტაჟიც ისევ სიმბოლოებით მზია ამაღლობელის, პირველი ქალის საქართველოს ისტორიაში, ვის პატიმრობასაც კაცები ითხოვენ, ბოლოს სიტყვებით დავასრულოთ, არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ, ბრძოლა ბოლომდე. ან მოდით, არც პოლიტიკური ლიდერების გზავნილები დავივიწყოთ და ისევ სიმბოლურად გვქონდეს რწმენა, რომ როგორც პატიმრობაში წასვლამდე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გვითხრა, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ.